საღამომშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ევროპულ არჩევანს. მე ვახოს ანაია ვარ. დღევანდელი გადაცემის თემა სურსათის უვნებლობა, კოდექსის პროექტის განხილვა პარლამენტში, რა შინაარსის დოკუმენტს ამტკიცებს საკანონმდებლო ორგანო და რამდენად უვნებელია დღეს საკვები ჩვენს ქვეყანაში. გაუმჯობესებს თუ არა ვითარებას პროექტში შეტანილი ცვლილებები, მომხრეები და მოწინააღმდეგეები, დაინტერესებული მხარეები, საპარლამენტო ძალები და არასამთავრობო სექტორი ჩვენ სტუდიაში. ევროპული არჩევანი წარმოგიდგენთ დისკუსიას სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ეთერშია ევროპული არჩევანი. მოგესალმებით. დღეს სურსათის უვნებლობის შესახებ ვისაუბრებთ. ამ თემაზე ევროპულ არჩევანში დისკუსია გაიმართა გარკვეული პერიოდის წინ, ცხარე დისკუსია შემიძლია ვთქვა და დღესაც პარლამენტში ამ თემაზე მიმდინარეობდა დებატები. მე წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს. დავით დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მოგესალმებით ბატონ დავით, თენგიზ კალანდაძე, სურსათის ეროვნული სამსახურის სურსათის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი, ხუან ეჩანოვე, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე ჩვენი სტუმრები არიან გია ჯანდიერი, ახალი ეკონომიკური სკოლა, საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი, ნათია სამუშია, რომელიც ოდნავ მოგვიანებით შემოგვიერთდება პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენელი, ეთერ სარჯველაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, რევაზ კობახიძე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, ზურაბ წკიტიშვილი, ექსპერტი, პროფესორი, ლია თოდუა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, შალვა მელქაძე, ექსპერტი, მარიამ ჯორჯაძე, ასოციაცია ელკანას დირექტორი. თავარი საკითხი, თავარი კითხვა, რომელსაც თავდაპირველად დავსვამ, მდგომარეობს შემდეგში. რას იღებენ ამ ახალი კოდექსით ჩვენი მოქალაქეები, იღებენ თუ არა უფრო უვნებელ საკვებს მომავალში და ასევე შესაბამისობაშია თუ არა ეს კანონმდებლობა, რასაც ახლა ამტკიცებს სურსათის უვნებლობასთან მიმართებაში საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის რეგულაციებთან. მოდით ბატონ ლევან, თქვენგან დავიწყოთ, რაც შეეხება მივიღებთ თუ არა უფრო უვნებელ საკვებს ამ კოდექსით. მადლობ პირდაპირ გეტყვით რომ ამ კოდექსით უვნებელ საკვებს ნამდვილად ვერ მივიღებთ. ფინანსურ კანონმდებლობაში საერთოდ აღარ არის საუბარი არანაირ სურსათის ხარისხზე. მეორე ვეტერინარიის შესახებ კანონის გაუქმება და ძალიან ბევრი ნორმა, რომელიც იქიდან იწყება, სოფლიდან იწყება, რომელიც ამას არეგულირებდა, უქმდება და ცოტა გაუგებარია ამ შემთხვევაში ამ დარგის ექსპერტები საუბრობენ, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ძიმე შემთხვევა მივიღოთ დაავადებების თუ აღარ მოხდება ის კონტროლი, რომელიც ვეტერინარიის შესახებ კანონით მიმდინარეობდა. ბუნებრივია, რომ თუნდაც ეს ორი მაგალითი საკმარისია, რომ ბევრი კითხვისნიშნები გავაჩინოთ არსებულ კანონმდებლობასთან, რომელიც უკვე შემოთავაზებულია და შესაბამისად, გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, მე ასე ვფიქრობ, არის ეს ეგრეთ წოდებული მომხმარებლების უფლებების დაცვა, არასამთავრობო სტრუქტურები, რომლებსაც იყვნენ გარკვეულწილად შემაკავებელი ფაქტორიც კი ძალიან ბევრ შემთხვევაში მათ არ ეძლევა არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისად უფლება თუ ისინი დაზარალებულები არიან მიმართონ აპელაციით კონკრეტული შემთხვევების შესახებ და ეს შემაკავებელი ფაქტორი იქნება ამის გაუქმება იქნება ძალიან მძიმე. გარდა ამისა, ხარისხის უვნებლობის გარდა კიდევ ერთი თემა, რომელიც უკავშირდება ფასებს პირდაპირ და უკავშირდება ბიზნესისთვის დამატებით წნეხს, ეს არის კერძო ინსპექტირების ცნების შემოღება, როცა კონკრეტული საწარმოების შემოწმება გეგმიური შემოწმებაზე, ინსპექტირებაზე საუბარი უნდა მოხდეს არსებული შემოთავაზებული ვარიანტით კერძო კომპანიების მიმართ და საფასურს გადაიხდიან ეს კომპანიები. ეს ნიშნავს ფასების ზრდას ავტომატურ რეჟიმში და ეს ნიშნავს ბიზნესისთვის დამატებით წნეხს. გასაგებია ბატონ ლევან, მოკლედ რომ მოგებული ვინ რჩება, მე სიმართლე გითხრათ საერთო ჯამში. მოკლედ რომ ვიპასუხოთ, ეს კოდექსი უფრო გვაახლოებს, თქვა, ხდება ჰარმონიზაცია ევროკავშირის რეგულაციებთან და მოთხოვნებთან თუ პირიქით? მე მგონი ამ თემაზე ჩემი გვერდზე მჯდობი არა, თქვენი როგორც საპარლამენტო წარმომადგენლის აზრი ეს არაფერს არ აუმჯობესებს, ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება და ეს არ გვაახლოებს ევროკავშირის სტანდარტს. ბატონ ხუან, თქვენ მინდა გკითხოთ ზუსტად ის შეკითხვა, რაც ბოლოს დაუსვი ბატონ ლევანს. ეს კანონმდებლობა უფრო მეტად ახდენს ჰარმონიზაციას ევროკავშირის რეგულაციებთან თუ პირიქით?
აუარესებს მდგომარეობას. First thing I would like to say is that of course when we have clear draft legislation. მოგახსენებთ რომ ეს არ არის საბოლოო ვარიანტი, ეს არის ჯერ განსახილველი კანონპროექტი. ამ თვალსაზრისით თუ ჯერ ესე ვთქვათ არ გვაქვს საბოლოო ესე ვთქვათ კოდექსი მიღებული, ჯერ კიდევ მიდის განხილვა და ანალიზი ამის ყველაფრის. ეს არის მნიშვნელოვანი. გავითვალისწინოთ მეორე რისი თქვა მინდა, რომ ევროკავშირი ძალზე ყურადღებით თვალყურს ადევნებს ამ პროექტს. ეს არნიშნავს ეს კარგია თუ ცუდი კანონი, ჩვენ მხოლოდ იმას ვაკვირდებით, რამდენად ეს კანონი აახლოვებს საქართველოს კანონმდებლობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და თუ შევხედავთ ამ თვალსაზრისით არის ელემენტები, რომლებიც ნათლად ევროკავშირთან აახლოვებს საქართველოს, არის ასევე ელემენტების ჯგუფი, სადაც ნამდვილად არ ჩანს დაახლოება ევროკავშირთან, სადაც კითხვები გვაქვს ზოგიერთ ამ ასპექტთან დაკავშირებით. და შემიძლია მოგახსენოთ, რომ აი აქ მაგალითად ხას უსვევ ისეთ ელემენტს, როგორც კერძო ინსპექციების როლი, რომელიც უკვე აღინიშნა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი უეჭვა და ძალზე მნიშვნელოვანი თემა. კიდევ ასევე მნიშვნელოვანი ელემენტი გახლავთ. ანუ ესეთი გადაცდომის სქემები, ეგრეთ წოდებული, ეს რას ნიშნავს, რომ არის საშუალება ზოგიერთი მცირე მეწარმეებისთვის, რომელიც ტრადიციულ პროდუქტს აწარმოებენ, ესე ვთქვათ, რაღაც გადახვევის რაღაც სუბიექტი გახდნენ. ჩვენ გვაქვს ესეთი სქემები ევროკავშირში, მაგრამ ამის განსაზღვრაში კოდექსი არ არის ნათლად გაწერილი, ძალზე მნიშვნელოვანია ეს. და ესე ვთქვათ, ეს დეტალებია, რომლის განხილვას ვაპირებთ ჩემ გონში. ასე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც კითხვას ვადებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კანონი ძალზე სამ მნიშვნელოვან კანონს ჩაანაცვლებს და უნდა დავწმუნდეთ, რომ მნიშვნელოვანი ელემენტები ამ კანონმდებლობაში ის რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან არის შესაბამისობაში დარჩეს, არ გაუქმნეს, რაც შეეხება დაუშვათ რაც იყო დასმული კითხვა, ძირითადად ეს ეხება ვეტერინარიაზე. არის ელემენტები ამ კანონში, რომლებიც ნამდვილად ითხოვს ადაპტაციას ან ცვლილებას, მაგრამ ასევე ძალზე ღირებული ელემენტები, რომლებიც შეიძლება ამოვარდეს ახალ კოდექსში და ჩვენ გვწამთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება. ძირითადად მე მინდა თქვენ უპასუხოთ გარკვეულწილად ამ კომენტარებსაც და იმასაც, რაც პარლამენტში ხდებოდა დღეს. ძალიან ბევრი პრეტენზია გამოითქვა. პირველი გვაახლოვებს თუ უფრო გვაშორებს ევროკავშირის სტანდარტებთან ეს ყველაფერი და მეორე რამდენად უვნებელ საკვებს მიიღებს ამ კანონპროექტის შედეგად ჩვენი მოქალაქეები. პოზიციების მრავალფეროვნება და ბევრი რამ გამოითქვა უკვე გამოსვლებისაგან, თქვენი კითხვა კიდე სხვა თემაზე მიგვითითებს, მთელი პაკეტია შემუშავებული მთავრობის მიერ ევროკავშირის კომისიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის პროცესში და ეს ურთიერთობა გრძელდება დაახლოებით 2 წელია და უშუალოდ ევროკომისიის მიერ შერჩეული ექსპერტების მონაწილეობითაც. შესაბამისად თქმა იმისა, რომ ეს რაღაცა თითქოს და ჰაერიდან ჩამოვარდა და აქ ევროკავშირთან დაახლოებისკენ ნაბიჯიც არ არის, გადადგმული მცდელობაც არ არის, უბრალოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. მაგრამ პროცესი არის ძალიან რთული. პირველ რიგში ჩვენ ვაკეთებთ ამითი სტრატეგიების იმპლემენტაციას, რომელიც შეთანხმებული იყო ევროკავშირთან ჯერ კიდევ 2008-9 წლებში. და ეს სტრატეგიები უნდა ასახულიყო 4 სფეროში კანონმდებლობაში და ეს პროცესია. მეორე, ასევე იყო სურვილი ევროკავშირისაც და ჩვენიც, რომ მომხდარიყო მთელი რიგი კანონების კოდიფიცირება და კოდექსების შექმნა და ამიტომ არის საუბარი სამი კანონის გაერთიანებაზე ერთ კოდექსში. ეს არის ვეტერინარია, თვითონ სურსათის უვნებლობა და მცენარეთა დაცვა. карантине, მცენარეთა დაცვა და მალმე ორგანიზმი. 5 კანონია. ასევე სხვა ასე თქვა და ასეთივე კოდექსი იქნება, კი ბატონო, ასეთივე კოდექსი იქნება პროდუქციის უსაფრთხოებაზე და ის კიდევ მთელ რიგ თემებს აერთიანებს. ისევ ვიმეორებ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩვენის აზრით საიმისოთ, რომ ევროკავშირიდან გაჩნდეს სურვილი მოლაპარაკებების დაწყებისა, არა თუ საქართველოსთვის უკვე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მიცემისა, არამედ მოლაპარაკებების დაწყებისა ამ სფეროზე, იმიტომ რომ 2 წელია მიმდინარეობს კონსულტაციები. ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ძალიან წარმატებულად მიდის, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტში ჯერჯერობით სულ კონსულტაციებია და ჩვენგან როგორც პარლამენტარს შემიძლია ალბათ უფრო გულახდილი ვიყო, ვიდრე მომლაპარაკებელი დიპლომატიურ სამთავრობო სტრუქტურები თუ ექსპერტები არიან ხოლმე. თქვა, რომ ჩვენგან
იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, ფრუსტრირების მომენტი, რომ ის, რასაც ადრე ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ითხოვდა და თანაც მაშინ, როცა უკვე უნდა გაწევრიანება მომხდარიყო, ახლა თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად არის მოთხოვნილი. არა და თავიდან იდეა იყო, რომ თუ კი სტრატეგიას მთავრობა შეიმუშავებდა, მოლაპარაკებები დაიწყებოდა და მოლაპარაკებების პროცესში უფრო ბევრი საკითხი იქნებოდა ნათელი, მაგრამ მოხდა როგორც მოხდა. მიმაჩნია, რომ დღეს პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე და მე ვერ გამიგია ბატონ ლევანს პრინციპების დონეზე, თუნდაც ამ კოდექსთან დაკავშირებით რა აწუხებს, რომ ამით რაღაცნაირად, თლათ სიცოცხლის თუ არა, თითქოს და ჯანმრთელობის უფლება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ, როდესაც 2011 წელს დაიწყო უკვე არა მხოლოდ საექსპორტო მწარმოებელთა შემოწმება სურსათის უნებლობის სააგენტოს მიერ, არამედ ნებისმიერი საწარმოს შემოწმება და ამის სტატისტიკაც არსებობს. ანუ არსებობს სააგენტო, არსებობს პროცედურა და ამ პროცედურის კოდიფიკაციაზეა ლაპარაკი და პრინციპების დონეზე ფიქრობ, რომ არის ავსებით მისაღები, თუმცა მეორე მოსმენისთვის ძალიან ბევრი კონკრეტული შენიშვნა, მათ შორის ჩვენ კომიტეტიც. ბატონ თენგიზ, სურსათის სააგენტო, ხო? რამდენ რითი შეგიძლიათ დაასაბუთოთ, რომ ეს მოახდენს, ვთქვათ, იმ რისკების შეფასებას გამჭვირვალედ და ობიექტურად? მეხუთე წელია ჩვენ ფუნქციონირებს სურსათის სააგენტო, ეხლა დაერქვა სახელი ანუ რეორგანიზაციის შედეგად. ჩემის აზრით ჩვენ სრულყოფილად დავიწყეთ უკვე მუშაობა, აქ აღნიშნული იქნა, რომ კონტროლი დავიწყეთ შარშან ევროკავშირის ექსპორტიორის საწარმოებისა, ხოლო სრულად ის მუხლები ამოქმედებული იქნა წელს იანვრიდან და ნებისმიერი პროფილის საწარმოს შემოწმების უფლება გვაქვს ჩვენ, რასაც უკვე ვაკეთებთ მთელი წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით. მე მაქვს მარტივი სტატისტიკა შემიძლია ამასთან დაკავშირებით მოვიყვანო, ანუ დღესდღეობით უკვე 190-მდე სხვადასხვა პროფილის საწარმო არის შემოწმებული, მათ შორის არის ხორცის გადამამუშავებელი, რძის გადამამუშავებელი, საკონსერვო წარმოება, საზოგადოებრივი კვება, რესტორნები, ასევე აგრარული ბაზრები, ასევე პირველადი წარმოება, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ მაგალითად საზოგადოებრივი კვების კუთხით საკურორტო ზოლებში, მაგალითად აჭარაში და რაც შეეხება სამომავლოდ ჩვენს კონტროლს დაგეგმილი არის მომავალ წელს 400-მდე, 500-მდე, ანუ გაორმაგება 500-მდე საწარმო შემოწმება, გაორმაგება იმ ციფრისა, რაც არის წელს ჩვენ გეგმით დამტკიცებული, ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ჩვენს მიერ წელს ხორციელდებოდა არაგეგმიური ინსპექტირებები და ეს ზრდის იმ ციფრს, რაც ჩვენს მიერ იყო დაგეგმილი თავისთავად ცხადია და მოულოდნელი ინსპექტირებები და არაერთი საწარმო პროცესი იქნა ჩვენს მიერ შეჩერებული, რომელიც არ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილი არის მთავრობის მიერ. მინდა აქვე გავცე პასუხი მოკლედ იმ შეკითხვას, გვაახლოვებს თუ არა ეს ახალი კოდექსი ევროკანონმდებლობას. ჩემი ინფორმაციით და ჩვენი სააგენტო ჩართულია ამ ახალი კოდექსისა და მთავრობის დადგენილებების შექმნაში. ყველა ეს მთავრობის დადგენილება და კოდექსი შეთანხმებული არის სწორედ ევროკავშირის ექსპერტებთან და მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში ხდება მათი დამტკიცება. გასაგებია. ბატონ ზურაბ, რამდენად იყო გათვალისწინებული დაინტერესებული მხარეების აზრი, როდესაც ეს პროექტი, კოდექსის პროექტი დგებოდა? არასამთავრობო ორგანიზაციების, მომხმარებელთა როლი? ისიც თვითონ თქვენ ახლა როგორც დააყენეთ კითხვა, ეს არის კანონმდებლობის ნორმალური პროცესი. ეს არის სწორი რეჟიმი. ამ შემთხვევაში ახლა მე არ მინდა რომ მოვიტყუო არავინ არ იყო ჩართული ამ კანონშემოქმედებაში. არც არასამთავრობო ორგანიზაციები, არც ექსპერტები, უფრო მეტიც. სანამ აღნიშნული კანონპროექტი არ იქნა გაგზავნილი პარლამენტში, მანამდე ჩვენ საერთოდ ვერ წავიკითხეთ ვერც ერთი ასო, ვერც ერთი სიტყვა. მით უმეტეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავაზობდით ჩვენს, ასე ვთქვათ, საქმიან დამოკიდებულებას, ჩვენს ურთიერთობას კანონშემოქმედებებთან. მაგრამ რატომღაც არ იქნა მიღებული, არავისავს ახლა ეს კანონპროექტი მომზადდა საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, ყურადღების გარეშე. საზოგადოების ყურადღება ამ შემთხვევაში. კარგი, მოდით მაშინ გადავიდეთ მეორე ნაწილზე. ამ ყველაფრის რა შენიშვნები გაქვთ ახლა იმასთან დაკავშირებით, რაც წერია უკვე კოდექსში? ბევრი შენიშვნები, ახლა იმის ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, ჩვენ შორს წავთ, მაგრამ ძირითადი შენიშვნა ალბათ ის გაინტერესებთ, მაინც ყველას აინტერესებს საქმეები იქნება თუ არა უსაფრთხო, უბრალოდ უვნებელი. რა თქმა უნდა. ესე იგი, იცით რა, პირველ რიგში თქვენ ძალიან სწორად დაიწყეთ თქვენი, ასე ვთქვათ, დღევანდელი დღე. აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული კანონპროექტი მოთხოვნებს და არის თუ არა ეს ევროპული კანონპროექტი. ეს უახლოვდება თუ არა თავისი ფილოსოფით, თავისი შინაარსით, თავისი სტრუქტურით ევროპულ კანონმდებლობას.
ბატონმა დავითმა ახსენა და სწორად ახსენა, რომ ამ კანონში, ამ ახალ კანონ პროექტში რამოდენიმე კანონი გაერთიანდა. რატომ გაერთიანდა, არავინ არ იცის. მით უმეტეს, რომ ძირითადი კანონის სურსათის უვნებლობის შესახებ მოწონებული იქნა ევროკავშირის მიერ, აგერზის ბატონი ხუანი. იმ კანონ პროექტზე საკმაოდ სერიოზული და დიდი ჯგუფი მუშაობდა და აღნიშნული კანონ პროექტში კანონ პროექტის მიმართ თავრობის გადაწყვეტილებები იყო შესაბამისი იმ მოთხოვნებისა, რასაც აყენებდა ევროკავშირი. ასე რომ ის იყო და უფრო მეცაც გეტყვით, მე გამაჩნია წერილობითი საექსპერტო დასკვნები იმ კანონის მიმართ, რომელიც იყო მომქმედი. კარგით, ეხლა იმაზე აღარ ვისაუბროთ, მოდი ვისაუბროთ იმაზე, რომ აი ეს ახალი კონგლომერატი კანონთა ნაკრები არის თუ არა ის, რაც აღიარებული ევროკავშირში. ჩვენ ეხლა სპეციალური ცენტრი არსებობს, ამ ცენტრის მეშვეობით ჩვენ დაუკავშირდით ევროპულ ქვეყნებს, არსად ასეთი კანონი არ არსებობს. ასეთი სახის კანონი, სადაც ყველა კანონმდებლობა იქნება მოცემული ერთ კანონში, არ არსებობს ფაქტიურად. უფრო მეტი ქვეყნებია, სადაც ზუსტად ჩვენაერი კანონები არსებობდა. სხვა არის თუ რომელიმე კანონი მოითხოვს რაღაც ცვლილებას, კი ბატონო, შევიტანოთ ცვლილება იმ კანონში, მაგრამ ეხლა მივიღეთ ახალი კანონი, რომელმაც ზოგადად გააშუქა კანონი ვეტერინარიის შესახებ, მაგრამ ამ კანონში თქვენ ვერ წაიკითხავთ მაგალითად, რას ნიშნავს არა კეთილ საიმედო კერა დაავადებებზე და თუ ასეთი კერა აღმოჩნდა და სავსე ასეთი კერა საქართველოში, მაშინ რა უნდა განახორციელოს? თქვენ გაქვთ პასუხი, რატომ იღებენ ასეთი სახით ამ კანონს? თუ არ გაქვთ, მაშინ ბატონ დავითს შეგვიძლია ეს შეკითხვა დაუსვათ. ძალიან რთულია. თუ გაქვთ პასუხი. ამაზე პასუხის მოძიება ძალიან რთულია. რატო? იმიტომ რომ ჩემთვის გაუგებარია, ესე იგი აღსაგანებდი ბარათი და ის სტრატეგია, რომელიც არის შემუშავებული სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ დეკლარირებს იმაზე, რომ ჩვენი კანონმდებლობა უნდა დაუახლოვდეს ევროპულ კანონმდებლობას. პირიქით, მომქმედი კანონები დაკნინებულია ზოგიერთ შემთხვევაში. კარგი, ბატონ დავით. კი ბატონო. ისე ვიმეორებ, რომ პრინციპების დონეზე ეს კანონმდებლობა, ახალი კანონმდებლობა სრულიად იზიარებს სულისკვეთებას ევროკავშირის რეგულაციებისა და შემიძლია გითხრათ კონკრეტულად რომელ რეგულაციებზე ლაპარაკი თუ ეს რამეს გეტყვით. ნომერი 178/2002, ნომერი 892/2002 ევროკავშირის რეგულაციები. გაერთიანება კანონებში შორის რომ მოხდეს, მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ერთი უბედურება, რაც ქართულ საკანონმდებლო სისტემას ახასიათებს, ეს არის ძალიან ბევრი კანონის არც თუ მთლად ნათელი დაკავშირება ერთმანეთთან და ამიტომ არის რომ წლების მანძილზე უამრავი ცვლილება და ასე ვთქვათ საკანონმდებლო ინიციატივა ხდება ხოლმე საჭირო. ანუ თუ კი ვსაუბრობთ სურსათის უვნებლობაზე, ვეტერინარიაზე, მცენარეთა დაცვაზე და კარანტინებზე, ხო? ეს ყველაფერი ხო საბოლოო ჯამში მომხმარებლის პროდუქციით, საკვები პროდუქციით ნორმალურად უზრუნველყოფის საქმეს ემსახურება და რატომ უნდა იყოს, თქვათ, დაუშვებელი, რომ ეს რაღაცა ერთ კოდექსში გაერთიანდეს. ისე ვიმეორებ, რომ ბატონ ზურაბთან არ მაქვს კამათი ცალკეულ მუხლებზე, რა შეიძლება დაემატოს თუ მოაკლდეს. პრინციპის დონეზე მაქვს, ასე ვთქვათ, კამათი შეიძლება უფრო ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომ ქართული ტრადიციული გლეხური მეურნეობების სპეციფიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნდოვანებებს იმაზე თუ ვის გაუმარტივოთ კონტროლი და ვინ ცოტა ხნით გამოვტოვოთ კონტროლიდან, ამ ბუნდოვანებებს ვერ ავწდებით. მე მგონი ისევე ვერ აცდებოდნენ თავის დროზე ესპანეთში, საიდანაც ბატონი ხუანი არის, ხო? ეს არის გარდაუვალი ვითარება და მართლა არ არის ყველაფერზე ნათელი პასუხი. მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი წინ მიდიოდეს, მე მგონი სერიოზული ნაბიჯები გადადგმულია და დანარჩენი უნდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში გავიდეს. ბატონ გია, თქვენ რა შეფასებას მისცემთ იმ კოდექსის პროექტს, რომელსაც ახლა იხილავს პარლამენტი? მე ძალიან გამიჭირდება რომ გავაკეთო მაგის კომენტირება, იმიტომ რომ არ მქონია საშუალება რომ წამეკითხა ის კოდექსი, თუმცა ალბათ ამ დარბაზში ყველასთვის ცნობილია რომ განსხვავებული მოსაზრება აქვს ამაზე და თუ შეიძლება ვიტყვი ამის შესახებ. პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ შემოვედი მაშინაც მოვისმინე ეს და არავითარ შემთხვევაში მე არ ვარ სურსათის უვნებლობის მოწინააღმდეგე. მე მოწინააღმდეგე ვარ სახელმწიფო ჩარევის ამ საქმეში და არა იმისი რომ ხალხმა უნებელი საკვები ჭამოს მიირთვას. მეორე ის არის რომ ძალიან რთული არის ამ თემის დაკავშირება ჩვენსა და ევროკავშირის შორის
მოლაპარაკებასთან, რომელიც უნდა დავიწყოთ და ვერ დავიწყოთ 5 წელია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით. რატომ არის რთული? იმიტომ რომ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებრად დარჩა ამდენი წლის მერეც, რატომ ღელავენ ევროკავშირის წარმომადგენლები ასე სურსათის უნებლობის თემაზე საქართველოში. შეიძლება ეს იყოს ის, რომ მათ ძალიან ეცოდებათ ქართველი მოსახლეობა, რაც ნაკლებად მჯერავს ამისი და მეორე ის, რომ მათ ეშინიათ, რომ მათი მოსახლეობა მოიწამლება ჩვენი საქართველოში დამზადებული საკვებით, მაშინ ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, რომ ეს ბარიერები დაუყენონ იმ კომპანიებს, იმ საწარმოებს, რომლებიც დააპირებენ საქართველოს ექსპორტით განახორციელონ ევროკავშირში. თუ ეს საუბარი არის იმაზე, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელებმა, ისედაც ღარიბებმა უნდა აანაზღაურონ ასეთი ინსპექციების და ასეთი მარეგულირებული ორგანოების საქმიანობა, მე მაგალითად ამას ეჭვის ქვეშ დავაყენებდი აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობის გადასახდელი არ არის ის, რომ ევროპელ მოხმარებელებს უნდათ, რომ უნებელი საკვები ჭამონ. ეს მათ უნდა გადაიხადონ, როდესაც უნდათ, რომ უნებელი საკვები ჭამონ. აქ ითქვა იმის შესახებ, რომ თითქოს შესაძლებელია რაიმე კანონის მიერ სადმე, რომელიც უნებელს გახდის საკვებს, ეს ძიფესვიანად ტყუილია, იმიტომ რომ იმ ქვეყნებში, სადაც ძალიან დიდი სიმკაცრეა უნებლებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით, რომ იქაც ხდება მავნე საკვების მოხვედრა მაღაზიებში და სამწუხაროდ იქაც არა მარტო ზიანდებიან ადამიანები, არამედ იღუპებიან კიდევაც ადამიანები. ამიტომ პანაცეად ამის აღქმა, რომ სახელმწიფო როგორც კი ჩაერევა და ამის რეგულირებას დაიწყებს, ეს აუცილებლად მოწესრიგდება, ძალიან მე მგონია, რომ არასწორი მიდგომა არის უბრალოდ. ჩვენ შესაძლებელია ვიფიქროთ სხვა რამებზეც, რა შეიძლება მოიტანოს საკვების სურსათის უნებლად, თუმცა ამ ორ სიტყვას შორის მე ბოლომდე ვერ გავერკვიე რა განსხვავება არის. ეს კანონები რომ შემოიღოთ, რა სერიოზული ეკონომიკური ძვრები შეიძლება მოხდეს საქართველოში. აი ამასთან არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები დაკავშირებული. მე ეხლახანს ტელევიზიაში მოვისმინე, რომ თელმა დარბაზმა მოუწოდა, რომ ჩვენ უნდა გქონდეს სურსათის უნებლობის კანონმდებლობა და უნდა იყოს ძალიან დიდი შეზღუდვები ამასთან დაკავშირებით, ტაშიც დაუკრეს, მაგრამ მე კითხვა დამებადა ასეთი იმ ბავშვებისადმი, რომლებიც იქ ტაში დაუკრეს, რომ სახში რომ მივიდოდნენ ის ბავშვები, თავისუფლებს ეტყოდნენ, რომ აღარ მოიტანო ის კარაქი, რომელიც ლარი და 60 იყრის და ხვალიდან მოიტანე 5 ლარიანი კარაქიო. აი ამაზე არის საუბარი, რომ ეს ეხება ჩვენს ღარიბ მოსახლეობას. ჩვენ ლაპარაკობთ არა საფრანგეთის მოსახლეობაზე, რომელმაც უნდა აიღოს ამ სურსათის უნებლობასთან დაკავშირებული ხარჯები თავის თავზე, არამედ ჩვენმა გადასახადის გადამხდელებმა, ჩვენმა ღარიბმა მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ეს. ხვის მოსახლეობაზე ვერ ვიქნებით ამაზე ვარაუდებზე. გასაგებია, მოვისმინოთ თქვენს მოსაზრებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლის მოსაზრება, ანუ რას უპასუხებდით, რატომ ღელავს ევროკავშირი ასე ვთქვათ უნებელ სურსათზე საქართველოში. ასე იყო დაახლოებით ბატონ გიას შეკითხვა. Yeah, I think there is a fundamental misunderstanding by the gentleman on the logic of the process behind the discussions between the government and the EU. რომელიც დაკავშირებულია თავრობასა და ევროკავშირის შორის We are a club, right? And we have rights in our club. ჩვენ გვაქვს, ჩვენ ვართ კლუბი ევროქვეყნების. თუ გინდათ იყოთ ნაწილი ამ კლუბის, უნდა დააკაკუნოთ კარზე და კლუბის წესები შეასრულოთ. ჩვენ წინვალე თანამშრომლობა პროცესი ქონდა საქართველოს თავრობასთან. ჩვენ საერთო ეს უკაც ცდილობებში, იმიტომ რომ მოხდერიყო საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ეს არის გამომდინარე ის, რასაც ქვია საქართველოს თავრობის მოწოდება, რომელიც როგორც მე მესმის, ესე ვთქვათ, ასევე ხალხის ხარდაჭერით სარგებლობს ამ საკითხში და არსებობს ინტერესი საქართველოს მოსახლეობისა ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით და როგორც კლუბში, როგორც ყველა კლუბში წესია. გინდათ წევრი გახდეთ, გინდათ ასოცირებული წევრი, თქვენ უნდა შეასრულოთ პირობები. რატომ უნდა გაინტერესებდეთ ჩვენი რეგლამენტების? ჩვენ აქ ვარ, ჩვენ ესე ვთქვათ, ცხოვრობთ როგორც ცხოვრობთ. თუ გინდათ ჩვენთან დაახლოება, უნდა გქონდეთ რაღაცა მსგავსი. თუ არ გინდათ, თქვენი საქმეა, ჩვენ არ ესე ფაქტობრივად არ გვაინტერესებს ამ თვალსაზრისით. თუ გინდათ წევრობა, უნდა იყოს წევრი ალბათ. ეს არის პირველი საკითხი. მეორე თქვენ ამბობთ ეს მთავრობის ჩარევა და ასე შემდეგ. აი მე მაინტერესებს 168 ქვეყანა არის მსოფლიოში.
რომელსაც არ აქვს რაიმე მსგავსი რეგლამენტები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს დებატები აქ ძალზე მნიშვნელოვანი არ გახლავთ, მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ საქართველოს მთავრობა და ევროკავშირი აქვს ერთი რწმენა, როგორ იმოძრაო წინ საკვების უკრებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით და ჩვენ ეს ყველას გვაყოფილებთ, ჩვენ ძალზე მნიშვნელოვანი ბაზისური საკითხი განვიხილოთ, ჩვენ გვაქვს ერთი ტიპის ღირებულებები საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ჩვენ დეტალები რა თქმა უნდა არსებობს და გეთანხმებით, რომ ეს მიმართულება ძალზე კომპლექსური გახლავთ, ეს არ გახლავთ ადვილი, არც ერთი ქვეყნისთვის არ გახლავთ ეს ადვილი და ლოგიკურია, რომ მიდის განხილვები ტექნიკურ საკითხებზე, ეს არის ნორმალური პროცესი და მე ესე ვთქვათ, ვერ ვხედავ რაღაც სირთულეებს აუშვათ ამასთან დაკავშირებით და მინდა გავიმეორო ეს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა გავითვისნობიეროთ, რომ უზარმაზარ გაუმჯობესებას აქვს ადგილი ბოლო წლების განმავლობაში და მინდა ეროვნული საკვების სააგენტოს მივაგო ესე ვთქვათ მათი ესე ვთქვათ პატივი ამ თვალსაზრისით მათ ისინი ძალიან ეფექტურად მუშაობენ, ხა ნულიდან არ დაუწყიათ, მაგრამ დასაწყისიდანვე თავისი მოღვაწეობის ჩვენი კოლეგები ამ სააგენტოში აცხადებდნენ, რომ მაშინ რომ აი ხა მინდა ინსპექციები და ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი იდგმება და ამას ვაღიარებ ჩვენ ყველაფერს. და კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის წამოწევაც მინდოდა, იმიტომ იყო აღნიშნული ერთ-ერთი გამოსვლის მხრიდან, რასაც ქვია ევროკავშირის პირობები თავისუფალ ვაჭრობის მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით. ყველა კარგად ვიცით, არსებობს რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს წარუდგინეთ, არა მხოლოდ საქართველოს სხვა მიმართულებები. ანუ ეს არის წინა პირობები იმისთვის, რომ დაიწყოს ეს მოლაპარაკები. აი ამ კონკრეტულ სფეროში საკვების უსაფრთხოების სამი რეკომენდაცია არსებობს. პირველი არის იმ ინსტიტუციების გაძლიერება, რომელიც მუშაობს იმუნებლობის საკითხებზე და მე მოხარული ვარ, რომ ყველა აღიარებს, რომ არსებობს ესეთი ინსტიტუცია, ეროვნული სააგენტო, რომელიც მუშაობს ამ მიმართებაში, ასევე შემოსავლების სააგენტო, არის გაუმჯობესება ამ მიმართულების კიდევ ერთი. ეს არის სტრატეგია სურსათის უნებრობის. არსებობს ეს სტრატეგია. იგი მიღებული იყო მთავრობის მიერ და ევროკავშირის მოთხოვნებს სრულად პასუხობს. და მესამე ელემენტი გახლავთ. ეს იყო არსებული კანონმდებლობის აღსრულება. ლოგიკა არის ესეთი, რომ 2005 წლის კანონი ფაქტიურად უნდა შესრულებულიყო. ანუ ეს კოდექსი არ არის ნაწილი წინაპირობის, ეს თქვენ არ არის რომ ევროკავშირი ხო, იცი რა შეიმუშავე. კოდექსი ეს იყო ქართული გადაწყვეტილება, საქართველოს გადაწყვეტილება სუვერენული, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ. თქვენ შეიძლება ეს ვთქვათ, კითხვა დასვა, ეს ლოგიკა. სამი სხვადასხვა კანონპროექტი ერთ პაკეტში, ანუ უნდა განცალკევდეს ეს ყველაფერი, ჩვენ აქ არ ვერევით, ესე ვთქვათ. ეს ყველა ქვეყნის პრიორიტეტია, გადაწყვეტოს ამ როგორი ესე ვთქვათ, სტრუქტურა ექნება ამას. და ანუ დისკუსიები, ჩვენ თვალსაჩინო განხილვები ესე ვთქვათ, მოდით შევხედოთ რა კოდექსი იქნება, რომელიც შეცვლის სამ კანონს და შევამოწმოთ. გავანალიზოთ რამდენად ისინი მიდიან იმ მიმართულებით, რომელსაც ქვია ჰარმონიზაცია ევროკავშირიდან. ანუ კონტენტი ესე ვთქვათ, არ ეხება მას, დაიწყება თუ არა კოდექსის გარეშე, თუ მასთან ერთად ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებას, სხვა წინაპირობის შესრულების. მოკლე რეპლიკის და შემდეგ ბატონ ლევან თქვენ. კითხვა ასეთი არის. ესპანეთს ქონდა ყველა ის მოთხოვნა, 11-ვე მოთხოვნა შესრულებული, როდესაც ევროკავშირში შევიდა? აი ეს არის კითხვა. ბატონ ხუანი. 11 არა, 2000 იყო და პროცესი 10 წელი მიდიოდა. კარგით, ბატონ ლევან. თქვენ გსურდათ აზრობა. ძალიან საინტერესო ლოგიკა გაიჟღერა, ანუ რაზე ზრუნავს ევროკავშირი ჩვენს მომხმარებელს თუ თავის მომხმარებელზე. ნუ აღმოჩნდა პრიორიტეტი ბუნებრივია ბატონმა გიამ აღიარა, ეს თავის მომხმარებელი. პრობლემა ის კი არა, რომ ევროკავშირი ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე. პრობლემა ის არის, ჩვენი მთავრობა არ ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე. ეს არის მთელი ლოგიკა ამისი, ანუ თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი მოსახლეობა არ მოიწამლოს, კეთილინებეთ ფული გადაიხადეთ და ეს კონტროლი თქვენ დააწესეთ, მაგრამ ჩემი მოსახლეობა მოიწამლება თუ არა, ეს მე არ მაინტერესებს. აი დაახლოებით მე ვსაუბრობ იმ ლოგიკაზე, ბატონო დავით, რომელიც ბატონმა გიამ ისაუბრა. გარდა ამისა დავასრულებ, გარდა ამისა ბატონო გიას ვუპასუხებ და მე თქვენზე გადმოვალ. მე საკითხია, როგორ გინდათ თქვენ ვესაუბროთ ევროკავშირს, იმიტომ რომ ის სამთავრობო პროგრამები, რომელიც წარმოადგინა მართლობრივ ორიენტირებულია ექსპორტის გაზრდაზე.
თუ ეს ბაზარი, ევროკავშირის ბაზარი ჩვენთვის საინტერესო არ არის, ლოგიკა როგორი გამოვიდა, იცი ბატონო გია თქვენი რომ იცი რა, ჩვენ კი არ გვაინტერესებს, თქვენ თუ გინდათ რომ ჭამოთ ჩვენი პროდუქტი, მაშინ კეთილინებეთ თქვენთან გააკეთეთ. მე მგონი ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ეს ბაზარი, რომელიც არის დაახლოებით ვისაც ჭირდება იმან გადაიხადოს ფული ასე. ბატონო, ვისაც ჭირდება 16 ტრილიონიანი, ხო, 16 ტრილიონიანი ბაზარია. 16 ტრილიონიანი ბაზარია, ბატონო გია თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენება. კარგი, ეს გასაგებია ბატონ გიას ამ საკითხზე, ბატონ ლევან აქვს აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება, ვთქვათ, მაგრამ კანონ პროექტი უკვე შესულია პარლამენტში და ამაზეა ლაპარაკი. კი ბატონო, კიდევ ერთ საკითხი. ბატონ დავითი რასაც რეპლიკის სახით გეუბნებოდათ, რომელი მუხლი გაფიქრებინებთ, რომ არ ზრუნავს თავის მოქალაქეებს უნებლობა. ბატონი ზურაბის ისაუბრებს დარწმუნებული ვარ, რომელიც არსებული კანონით უკვე პროექტით აღარ არის სავალდებულო, მხოლოდ ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიწოდებაზე საუბარი აქვს თუ არა შედა კონტროლის სისტემა, თუმცა ვალდებულება ამ სისტემისა არ არსებობს განსხვავებით არსებული კანონიდან, რომელიც გვაქვს და ბუნებრივია ეს პრობლემას გარკვეულწილად შექმნის ხარისხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს ეგრეთ წოდებული რეფერალური ლაბორატორიებთან დაკავშირებით თემა, რომელიც მუდმივი გაურკვევლობისაგან იქნება და ბუნებრივია ამ შემთხვევაში რეფერალური ლაბორატორიაში მეგულისხმობ ლაბორატორიას, რომელიც საბოლოოს თქვა დასკვნას გარკვეული უმაღლესი ინსტანცია ბრჭყალების ნორმატივი არბიტრაჟის ფუნქციას შეასრულებს დავის დროს სახელმწიფოსა და კერძო მეწარმეს შორის ანალოგიური სისტემის შექმნა, სხვა შორის ეს ევროკავშირის მოთხოვნა არ იგეგმება. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად მინდა რომ შევეხო, ეს შეეხება იმ თემებს, რომელიც ეხება ხარისხს, იმიტომ რომ მართალია არ გვესმის ხარისხის ამოღებით რა შუაშია, მაგრამ აქ ძალიან დიდი საგებით ხო ლოგიკას მესმის უკარაკში ვიხდი და იმას კარაკში ყველას მოგეცემათ შესაძლებლობა აზრის გამო ბატონო სისტემა იმის რომ კარაკის რეკლამა უნდა გამოვაცხადო აუცილებლად და რეკლამის შემდეგ ყველას მოგეცემათ საშუალება გამოთქვა თქვენი აზრი რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში ვარ ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სურსათის უვნებლობის შესახებ. მოწვეული გვყავს პარლამენტის წევრები, დაინტერესებული მხარეები, მოკლედ ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში კარგად ერკვევიან. მოდით, გსურდათ აზრის გამოთქმა და დავიწყოთ თქვენგან. და თქვენ კითხვას უპასუხო, რომ მიიღებენ თუ არა მოქალაქეები უფრო უვნებელ საკვებს ამ პროდუქტის შედეგად. ყველგან მსოფლიოში არ არსებობს, მე მგონი, გამონაკლისები. უვნებელი სურსათი მიიღება მხოლოდ იმის შემთხვევაში, როცა დადგენილია ამ უვნებლობის წესები და დადგენილია ამ უვნებლობის წესების დაცვის კონტროლი. თუ კონტროლი არ არსებობს უვნებელი სურსათი და რომ დაიწყო კონტროლი სურსათის უვნებლობის სააგენტომ, მე მგონი თვითონაც ნახა, რომ პრაქტიკულად ყველა საწარმოში, სადაც შედიოდნენ, იყო დარღვევები. კონტროლი ალბათ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ არეულობა არ იყოს, არის ორი ტიპის. ერთი არის, როდესაც შედიან საწარმოში და შიგნით ამოწმებენ, ამას ეძახიან ინსპექტირებას, მეორე არის მონიტორინგი, როდესაც ბაზარზე გამოტანილ სურსათს ამოწმებენ მის მახასიათებლებს. ორივე შემთხვევაში ჩვენი ძირითადი პრეტენზია არის ის, რომ ძალიან მცირეა ეს კონტროლი და გარდა ამისა, რაც ამ ახალ კანონში მოაქვს და ძველ კანონში ნამდვილად არ ეწერა, რომ კონტროლი შეიძლება იყოს მარტო კონტროლი არსებობს გეგმური და არაგეგმური კონტროლი შეიძლება განხორციელდეს მარტო იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მოსახლეობის მასობრივი კვებითი მოშხამვები ან ცხოველების მასობრივი დაავადებები, ან მათ მიმართა რაღაცა სახელმწიფო ორგანომ. ესე იგი, ფაქტიურად ყველა დანარჩენი არის ჩვეულებრივი გეგმური კონტროლი. წინასწარ რო ურეკავენ და ეუბნებიან თქვენთან შემოვალთ აგვისტოში, იანვარში რო ეუბნებიან და იმასაც განახორციელებს რაღაცა კერძო ორგანო, რომელსაც თვითონ დაიქირავებენ. და არაგეგმური კონტროლის საფუძველიც კი არ შეიძლება იყოს მაგალითად მომხმარებლის საჭიროება. აქ შემოდის ჯარიმის საკითხიც ალბათ, რომელსაც აკისრებენ და არის მოსაზრება, რომ ეს ძალიან მცირეა ეს ჯარიმა და ასე. გარდა ამისა ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს კანონის შესრულებას ეს. კი ბატონო, უნდა ეშინოდეს, რა თქმა უნდა, იმას მეწარმეს, რომ არ უნდა უღირდეს. მოდი გავრისკავო, არ უნდა იძახდეს. გავასაღებ ერთი ამ ცუდ გასაგებია. თქვენს ფლანგზე კიდე დავბრუნდებით, მანამდე ქალბატონო ნათია, თქვენ გსურდათ
პასუხისგაცემა გარკვეულ საკითხებზე. დიახ, ანუ რამდენიმე საკითხი დაისვა აქ. პირველი მინდა გავცე პასუხი ჰასპთან დაკავშირებით, ანუ შიდა კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დღეს არსებული კანონი დიახ არეგულირებს, რომ ეს უნდა იყოს სავალდებულო ამ სისტემის დანერგვა მეწარმის მიერ. გარდა მაგისა, იქ არის კიდევ ერთი პუნქტი, რომ ვისაც აქვს სერტიფიკატი შიდა სისტემის, ანუ ამ კონტროლის ჰასპის სისტემა, ვისაც აქვს, მათ საერთოდ არ უნდა განხორციელდეს მათთან ინსპექტირება, რაც ევროკავშირის ექსპერტების მიერ საერთოდ ეწინა რაც ევროკავშირის ექსპერტების მიერ ეწინააღმდეგება, ანუ თვითონ ევროკავშირის პრინციპებს და გარდა მაგისა, ჩვენ გვაქვს ასევე ნორმატიული აქტი, რომლის თანახმადაც ჰასპის პრინციპები ეფუძნება კოდექს ალიმენტარიუს, რაც რეალურად უფრო მკაცრი მოთხოვნაა, ვიდრე ევროკავშირში ეს არსებობს. მაგალითად, ევროკავშირის რეგულაციით 852-ით შესაძლებელია არსებობდეს ჰასპის სისტემა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს 7 პრინციპს და გაცილებით მარტივია, ვიდრე კოდექს ალიმენტარიუსის სისტემა, რასაც დღეს ჩვენი კანონმდებლობა ეფუძნება, 7 პრინციპს და აქედან მეწარმესაც გააჩნია როგორ აქვს სისტემა აწყობილი, არ არის სავალდებულო რომ 7-ვე დანერგოს. არ არის აუცილებელი რომ ასევე ეს ჰასპი იყოს სერტიფიცირებული ჰასპი არის ISO 22000, ანუ ჩვენ დღეს რაც გვაქვს, ის უფრო რთულია, ვიდრე ევროკავშირის რეგულაციები თავადაც. რაც შეეხება კოდექსთან, რომ არ არის ასახული ჰასპის პრინციპი კოდექსში, ჰასპი არ არის სავალდებულო ყველა სახის წარმოებისთვის. მაგალითად, ჩვენ მივიღეთ სპეციალური ჰიგიენის წესი, რომლის მიხედვითაც სასაკლაოებისთვის და გარკვეული სახის წარმოებისათვის ჰასპის პრინციპების დანერგვა სავალდებულოა. ანუ არ არის აუცილებელი რომ ეს იდოს კანონში, შეგიძლია ეს გააკეთო ქვენ ნორმატიული აქტებით. მარტივად რა ვთქვათ, რაც შეეხება ხარისხს, ხარისხი ეს არის აბსოლუტურად სუბიექტური მომენტი. აქ ჩვენ გვქონდა მე ყველა აქ წარმოდგენილ არასამთავრობო ორგანიზაციას კარგად ვიცნობ ერთის გამოკლებით. ყველასთან მქონდა შეხვედრები. აი ქალბატონ თვითონ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, ექსპერტებსაც აქვს სხვადასხვა მოსაზრებები. ქალბატონი ეთერი მაგალითად გვეთანხმება, რომ ხარისხი არის სუბიექტური მომენტი და არ არის საჭირო კანონის დონეზე იყოს რეგულირებადი, მაგრამ უუნებლობა ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იყოს თქვათ ითვალისწინებს ამას ჩვენი კანონი. რაც შეეხება გეგმიურ კონტროლს, გეგმიურ ინსპექტირება არ არის მხოლოდ, როდესაც თქვათ სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს ინსპექტირებას და შევა მეწარმესთან, როდესაც ნახავს რომ იქ არის დარღვევები და მისცემს რეკომენდაციას, შეთანხმდებიან გონივრულ ვადაზე და როცა ეს ვადა გავა, ბრუნდება, ანუ ჩვენ გვაქვს ასევე follow-up inspection-ები. ინსპექტირებები შესრულებულია თუ არა რეკომენდაცია და რეკომენდაციის შესრულება არის სავალდებულო იმ შემთხვევაში თუ წაიკითხავთ კარგად 173 დადგენილებას, მთავრობის 173 დადგენილებას, რეკომენდაცია არის სავალდებულო და თუ რეკომენდაცია არ შესრულდება, მაშინ იქნება მთავარი შენიშვნა, აი ბოლო წინადადებაზე რას თქვენ თქვით, არის ის რომ ინსპექტირების მასშტაბი არის მცირე. ბატონრევას შემიძლია ამასაც მინდა აუცილებლად უკასრულო. შემდეგ ბატონრევას თქვენი მოსაზრებები და შემდეგ გავაკონეთ. ფაქტია, რომ ცხოველი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში, ექსპერტებშიც და ყველა დაინტერესებულ მხარეში და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ მე მგონია, კიდე მე რამდენად ვიმეორებ, უკვე რომ უფრო მეტი ჩართულობა რო ყოფილიყო, ბევრი ეს საკითხი მოიხსნებოდა და მოიხსნებოდა თქვა შემუშავების პროცესში და არ იქნებოდა მხოლოდ პარლამენტის საკომიტეტო ან განხილვის პროცესში. ეს შენიშვნები და ეს უკვე მე რამდენად ვამბობთ ამას, რომ საჭიროა რომ მთავრობამ უფრო მეტი ჩართულობა და უფრო მეტი თანხმობის პოლიტიკით მიიღოს ესათვის გადაწყვეტილებები და მით უმეტეს ისეთ სენსიტიურ სფეროში, როგორც არის თქვა იგივე სურსათის უვნებლობა და ასევე სხვა სექტორებშიც. ეხლა რაც შეეხება თვითონ კოდექსს. ეხლა ქალბატონო ნათია, მე გეთანხმებით ბევრ რაღაცაში თქვენს მიდგომაში და მთავრობის და ბუნებრივია და რეალურია, რომ მთავრობას ესეთი პოზიცია უნდა ჰქონდეს ცალკეული, ამას აქვს არსებობის საფუძველი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ აი ჰასპის სისტემა თითქოს რაღაც ეჭვის ქვეშ უნდა დადგეს და მისი აუცილებლობა საწარმოში იყოს თუ არა. ამიტომ კოდექსმა ეს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა განმარტოს, იმიტომ რომ ჰასაპი არის ეს ისეთი სისტემა, რომელიც საფუძველს ქმნის
სურსათის უვნებლობის წარმოებისა და სამოხმარებლო ბაზარზე რო გაჩნდეს უვნებელი სურსათი. ეს არის მთავარი ამოსავალი პრინციპი და ამიტომ არის უმრავლეს ქვეყანაში დანერგილი სავალდებულოდ. რა თქმა უნდა არის გამონაკლისები ზოგიერთი მცირე საწარმოისთვის იგივე ჩვენთვის მაგალითად ტრადიციული მეთოდები დანერგილი მეთოდებით წარმოებულ სურსათში შეიძლება რომ ეს არ მოვითხოვოთ, მაგრამ ზოგადად ეს არის მთავარი და ამოსავალი პრინციპი. კიდევ რამდენიმე შენიშვნა გაქვს ახლა, მაგრამ ვიცი რომ შეზღუდულები აზრის გამოთქმის საშუალება. მე ახლა ყურადღებას ხარისთან დაკავშირებით მე ქალბატონ ნათიას უპასუხებ. ხარისხი კი არის მართალია შეთანხმების შედეგი და ეს არის თვისებათა ერთობლიობა დანიშნულების მიხედვით დააკმაყოფილოს ადამიანის მოქმედება. ეს არის მისი მეცნიერული განმარტება. დანიშნულების მიხედვით ნიშნავს მაშინ რომ მე რო ვიყიდე ძეხვი, უნდა იყოს იმაში ხორცი და არასახამებელი. ანუ ინფორმაცია უნდა იყოს სწორი. აქ არ ჩანს ხო ფალსიფიკაცია, მაგრამ გარკვეულ დიახ, მაგრამ პრევენციაზე არ არის. დიახ. ახლა რაც მინდოდა თქვა უნებლობასთან მიმართებაში და ამ კანონთან მიმართებაში. აქ თავარი არის რომ სახელმწიფომ ამითი სადღაც მეტად მოიშორა ის ტვირთი, რომელიც ბაზრის მოთამაშეებს შორის სახელმწიფოს ეკუთვნის. ეს არის მეწარმესსა და მოხმარებელს შორის. მოხმარებელი ბაზრის მოხმარებელი ყველაზე დაუცველი ბაზრის სუბიექტია. თუ ჩვენ იგნორირებას გავუკეთებთ მოხმარებელს, მაშინ წარმოება არის თვისღაგვინდა. წარმოებას უნდა მივცეთ. წარმოებელი არ არის. ერთი წუთით. წარმოებას ევროპის ყველა ქვეყანა ეხმარებოდა, მაგრამ ეხმარებოდა არა მომხმარებლის ხარჯზე, არამედ თავის ხარჯზე. თუ მან იცოდა რომ მას გამოცაცვლელი ქონდა ავტოკლავი, რომელიც კარგად არ მუშაობდა, ეთყოდა ესეა პრინციპი. მე მინახია ჩეხეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც რომელმაც გაიარეს პოსტსაბჭოთა ცხოვრებიდან მე ეს გზა და ეუბნებოდა მე გაძლევ მცირე პროცენტიან სესხს აი ამ პროცესის გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ხალხს არ მოგაწამვლინებ. გასაგები, ანუ დღევანდელი ვითარება მოკლედ რო შევაჯავოთ, მომხმარებელი არის ყველაზე დაუცველი. ამას ამბობთ ბატონ შალვა, თქვენ ეთანხმებით ამაზე მე მეც ვიტყვი. კი, დასასრულისკენ. მეტეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონით ეს 96 წელს მიღებული, რა თქმა უნდა ეს იყო საბჭოთა გადმონაშთი შესაძლებელი იყო, მაგრამ არასრულებით გასაუქმებელი. ახალი ვარიანტი უნდა შემუშავებულიყო ამ კანონისა და ჩვენ მივიღეთ ის რომ საერთოდ დავკარგეთ მომხმარებელთა უფლებების ფუნდამენტალური არსი. ის გადანაწილდა სხვადასხვა კანონებში და ასე ერთიანად ახლა მომხმარებელს უფრო გაუჭირდება მისი ძებნა. მაგრამ აქ მეორე საკითხიც მინდა მე წამოჭრა, ინსპექტირება და იმისი გადახდა. ვინ უნდა გადაიხადოს ეს თანხა? დღეს მაგალითად მე უბრალოდ ვკითხავ სურსათ ბატონ თენგის რა დაუჯდა ის 200 წარმოების შემოწმება სახელმწიფოს, რაც არის დღევანდელი გეგმა. მე მგონი ეს რაღაც 200,000 ხო და ჩვენი შემოსავალი, ჩვენი გადახდილი ბიუჯეტში შეტანილი ფულით განაარჩეულია სახელმწიფოს ეს რიცხვი გაზარდოს და შეამოწმოს არა 200, 1000, 2000, მილიონი და 2 მილიონი დაჯდება ხო დაახლოებით ასე რომ ვიანგარიშო დაახლოებით ეს ისა და ის ექსპერტები ვინც იმუშავებს იმ საინსპექციო ორგანოებში აიყვანოს თვითონ ხელშეკრულებით თუ მას გარეთ შეუძლია მუშაობა, ესე იგი სახელმწიფო გასაგები ამაზე პასუხის გაცემის საშუალება ექნება ბატონ თენგის ქალბატონი მარი. საკითხი რთული იქნება ეს წარმოება რომ მოხდეს ამ თანხების გადახდა და თავისთავად ეს გადავა უკვე მოსახლეობის გადასახადში. მესმის ბატონ შალვა, შეიძლება მიკროფონი გადააწოდოთ. მადლობთ. მე ისე თქმა მინდა, როგორც აღინიშნა ამ კანონმა, კოდექსმა გააერთიანა რიგი კანონებისა, რის გამოც რა თქმა უნდა სახელმწიფოს პრეროგატივაა დაუშვათ გაამარტივოს თუ გააერთიანოს კანონები, მაგრამ ჩემი მხრიდან მე იმის თქმა მინდა, რომ ხშირ შემთხვევაში დაიკარგა ზოგი ისეთი მომენტი, რომელიც აი გვაახლოვებს იგივე ევროკავშირთან. ამ შემთხვევაში მე ვარ წარმომადგენელი ბიოსექტორის, ანუ ბიოაგროწარმოების. ამ კანონმა ასევე გააუქმა ამ კოდექსის შემუშავებასთან ერთად გააუქმდა კანონი ბიოაგროწარმოების შესახებ. და პრაქტიკულად ის აბსოლუტურად ამოვარდნილია ახლა კონტექსტიდან. რამდენადაც ბიოაგროწარმოება ეს მსოფლიოში არის ესეთი პრაქტიკა, არის აუცილებლად თხოვლობს აუცილებელ სერტიფიცირებას. და ეს უნდა კანონით განისაზღვროს, როდესაც კოდექსში მხოლოდ ერთი წინადადებაა ამის შესახებ, რომ 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო სპეციალური დადგენილება
დადგენილებით განსაზღვრავს ბიოაგროწარმოების განვითარების შესაძლებლობებს საქართველოში. და პრაქტიკულად მხოლოდ დადგენილების დონეზე ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება თუ ეს კოდექსშიც არ იქნა აღნიშნული. ასევე დარღვეული არის ამ იგივე მეწარმეების ასე ვთქვათ, კონკურენტ უნარიანობა ბაზარზე ამ კოდექსით, რამდენადაც დღეისათვის ბაზარზე რო გახვართ ნებისმიერ წარმოებელ შეიძლება ეწეროს რო არის ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტი, შეიძლება ეკოფუდი ერქვას, რაც არ არის სწორი. ძალიან შეზღუდული ვარ დროში, ბატონ ზურაბ, შემდეგ ბატონ გია და მომხმარებლების უფლებებიც ირღვევა შესაბამისად. ბატონ ზურაბ. ესე იგი მე ორი საკითხი მაქვს სულ და ორ საკითხზე ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. ძალიან არ მინდა რომ ქალბატონ ათიას რაღაც გაუსწორო, იმიტომ რომ ქალბატონია, მაგრამ რა უყო ჩემს გრძნობელობას. ნუ ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია სურსათის უნარიანობა, ბატონ ზურაბ. არ წერია რომ ვისაც აქვს სერტიფიცირებული სისტემა, რომ თითქოს იქ ინსპექტირების გახორციელება არის აკრძალული. იმ კანონში ჩემი ხელით არის ჩაწერილი ეს ნორმა, რომელიც გულისხმობს შემდეგს, თუ სერტიფიცირებულია საერთაშორისო ორგანოს მიერ, აღიარებული ორგანოს მიერ სისტემა, ამ სისტემის ფუნქციონირების შემოწმება ევალება ისევ იმ სერტიფიკატის გამცემ ორგანოს. ხოლო საწარმოს ინსპექტირება ჩვეულებრივად ხორციელდება ისე როგორც ყველა სხვა საწარმოში. ეს ერთ საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ჰასაპის ამოღება ეს ცუდია როგორც მეწარმეისთვის, ისე მომხმარებლისთვის, რადგანაც ამ შემთხვევაში ჩვენ მომხმარებლის დაცულობასაც ვაკნინებთ. მეორე საკითხი, რომელიც უკავშირდება კერძო ინსპექტირებას. აი შეხედეთ ახლა აქ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, ჩვენ ფაქტობრივად ერთი ჯგუფი ვართ, ერთად ვმუშაობთ, მაგრამ როგორც ეთყობა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ვართ და აქ არის ჩვენ შორის განსხვავებულობა. მე მაგალითად მე მხარს უჭერ ამ კანონში არსებულ ნორმას, რომელიც გულისხმობს აკრედიტირებულ სტრუქტურის შექმნას. იცით რა, ყველა საუბრობს კერძო სტრუქტურა. არა, აკრედიტირებული სტრუქტურა. ეს შეიძლება კერძო იყოს, შეიძლება სახელმწიფო, შეიძლება საზოგადოებრივი. ამას თავარი არის აკრედიტაცია უნდა გაიაროს მან და მან ყველა იმ ტესტირებას უნდა გაცეს პასუხი. მეორე, რაში ჩვენ სოლიდარულები ვართ, არის ის, რომ მისი დაფინანსება არ უნდა მოხდეს მეწარმის ხარჯზე, არამედ მან ხელშეკრულება გააფორმოს სააგენტოს. გასაგებია, ბატონ გია, ბატონი გია და შემდეგ თქვენ. ხო, ოღონდ ბატონო, დიდი მადლობა. რაღაცას დაგვიტოვეთ. აუცილებელია ისე 4-ეული დაასრულოს გადაცემა. მეწარმეების ხარი დავიცვა და თქვა რომ მეწარმეები არ არიან უფრო დაცულები ვიდრე თუნდაც უფრო დაცულები ვიდრე მომხმარებლები, იმიტომ რომ მომხმარებლებს აქვთ ძალიან ასე ვთქვათ ჯადოსნური ხერხი რომ შევიდნენ და არ იყიდონ ის რაც არ მოსწონთ, ხოლო მეწარმეები რასაც გამოუშვებენ, რასაც იყიდიან და უნდა გაყიდონ, თავის რესურსებს რისკავენ იმისათვის რომ ეს წამოწყება იყოს წარმატებული. მე ვერანაირად ვერ დავეთანხმებ იმას, რომ მომხმარებლებს არ აქვს საშუალება გაერკვიონ თვითონაც პროდუქციის ხარისხში, ძალიან კარგად ერკვევიან, უმეტეს შემთხვევაში 99%-ში მშვენივრად ერკვევიან, მაგის გარდა არსებობს არა მარტო აკრედიტირებული, მაგრამ არააკრედიტირებული წესებიც, თუმცა საქართველოში უნდა გითხრათ, რომ არსებობს ბატონ ზურაბისთვის ალბათ ცნობილია რამდენიმე კომპანია, რომელიც ISO სტანდარტებს ამოწმებს და ძალიან აქტიურად მუშაობს ის. მე როგორც მითხრა, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპანიაშია შესული ახლა მათი ინსპექცია, კერძო ინსპექცია და აპირებს რომ გააუქმოს იმათ ISO სტანდარტი. ახლა აქ ვერ ვიტყვი რომელ კომპანიაზეა საუბარი, მაგრამ აბსოლუტური სიმკაცრით ასრულებს ამ ამოცანას გაცილებით დიახ ქართული კომპანია, რომელიც არის სერტიფიცირებული ევროპის ხო კარგი დაგისახელებთ კომპანიას და ეს ასე ხდება უმრავლეს ქვეყნებში და კერძო კომპანიები ამას გაცილებით კარგად აკეთებენ ვიდრე სახელმწიფო ნებისმიერ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რაც ქალბატონათიამ ახლა იმდენ ფურცელზე ჩამოწერა ყველაფრის თქმას არ აპირებს მოკლედ და შემდეგ 4-ს უნდა რაც მინდოდა გამოვხმარებოდი ეს იყო არასამთავრობოები რომ დაიყვნენ უფრო მეტად ჩართულები ამ კანონ პროექტის შემუშავებაში ჩვენ გქონდა აქ მსხდომ უმრავლეს არასამთავრობოსთან შეხვედრა 2 დღის განმავლობაში 5 საათი ანუ ერთხელ თქვა რომ დავაკონკრეტო 2 საათი და მეორე
5 საათის განმავლობაში. არა, უკაცრავად. არა. პროცესში ჩართვა სულ სხვა რამეა. არა. უკაცრავად რა, არა, უკაცრავად. ხო, დამამთავრებელია. თქვენ იმის მერე რაც შეიტანეთ პარლამენტში, იმის მერე ჩვენ მაგრამ კანონი არ არის მიღებული უკაცრავად. ეს არ არის შემუშავებაში მონაწილეობა და ჯერ ერთი არაფერი არ შეგიცვლიათ. რაც პარლამენტში შეიტანეთ, იმაზეა ლაპარაკი. ნუ ერთი არა, როგორ ვიტყუე ვარ, თუ მაცლით გაიგებთ რის თქმას მინდა, ჯერ არ მithქვია და როგორ შეიძლება განსაჯოთ ვიტყუები თუ არ ვიტყუები. ანუ პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ კანონის პროექტი შევიდა და მას შემდეგ ჩვენ შევხვდით, თუ ესეთი მნიშვნელოვანია, მაგრამ კანონი არ არის მიღებული, თქვენ ეს იცით. ჩვენ დავპირდით, რაზე შევთანხმდით, რა თქმა უნდა, ყველა შენიშვნაზე ვერა, ყველა შენიშვნაზე. რა გასაგებია, რაზე არის ლაპარაკი ხალბატონ ნათია, სანამ პროექტი დაიწერებოდა ამ პროცესში მონაწილეობაზე. ამ პროცესში მონაწილეობაზე გაიმართა რამდენიმე მრგვალი მაგი და იყო არასამთავრობო სექტორებთან შეხვედრები. მესმის, რომ უშუალოდ ლაპარაკია ალბათ კანონ კოდექსის წერაზე და მუხლების წერაზე, ალბათ ესეთ ჩართულობას გულისხმობს ხალბატონ ილია, მაგრამ კანონი, ანუ შედეგი არ იცვლება, კანონი ჯერ არ მიღებულა. ჩვენ მათ დავპირდით კონკრეტულ შენიშვნებზე, რომლებზეც ერთად შევთანხმდით, რომ ამ შენიშვნებს ავსახავთ და ვუთხარით ასევე, რომ მეორე მოსმენისთვის ეს შენიშვნება იქნება ასახული. ის რაზე შევთანხმდით. მოკლედ, თუ შეიძლება ამოვიწუროთ. შეიძლება იმას, რომ სიმართლე გითხრათ, ცოტა ჩემთვის აბსოლუტურად გამოუგნებელია, როცა საუბრობენ, რომ მომხმარებელი არის დარჩენილი ამ კოდექსის მიღმა. ანუ მაშინ ვისთვის დაიწერა ეს კოდექსი. მეწარმეები გთხოვდნენ, რომ ინსპექტირება ჩამიტარეთო, სახელმწიფოს უნდა და ძალიან ინსპექტირების განხორციელება. ანუ ამოსავალი ამ კოდექსის არის მომხმარებელი, ხო? მომხმარებელი რო იყოს დაცული, იმისთვის მოხდა კოდექსის დაწერა. და იგივე ბიზნეს სექტორისთვის ახლა როგორც მესმის ეს იქნება ხარჯები, რა თქმა უნდა ხარჯს გაზდის და იგივე სახელმწიფოსთვისაც გარკვეულწილად ხარჯს ზის. გასაგებია ბატონ დავით, შემდეგ ბატონ ტენგის, ბატონ ლევან და ბატონ ხვან. ასე თანმიმდევრობთ, უკაცრავად, ბოდიშ ვიხდით. ჩვენი დრო ამოიწურა და უნდა მივცეთ ხოლმე. გამოთქვა რომ ბატონი ლევანი თუ დაასრულებს, ისევ მიმართავს საზოგადოებას და ეთქვის რომ სახელმწიფო არ გიცავთ. არ დაასრულებინოთ მაშინ ბატონ დავით, როგორ მოვიქცეთ? კანონს პროექტს ქვია სურსათის, ცხოველის საკვების, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ, არა ყველაფრის გაუქმების შესახებ, არამედ ამის შესახებ, თორე მართლაც მეორე მოსმენით ბევრი საინტერესო შენიშვნა არის, როგორც აქ, ისე პარლამენტში. მე ახლა ვერ დავდგები მთლად ადვოკატად იმ პროცესისა, რაც იყო მანამდე, სანამ მუშავდებოდა ეს კოდექსი. მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, ოდესღაც მეც ვიყავი სამოქალაქო სექტორში და რა თქმა უნდა, ძალიან უმადური საქმეა სამოქალაქო სექტორის კრიტიკა. მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ არასამთავრობო სექტორს არ უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ იგი არის მთავრობის ნაწილი და მისი დასტურის გარეშე არაფერი არ დაიწეროს არსად. პარლამენტში ღიაა კარებები და ეს განხილვები გაგრძელდება და მიიღებთ მონაწილეობას, თორე ეხლა იმის ვალდებულებას არც ერთი ქვეყნის, არც ერთი მთავრობა არ იღებს, რომ თუ თქვათ მწვანე ალტერნატივაა, რომელიღაცა სხვა ორგანიზაცია არ მომიწერს ხელს, მე კანონ პროექტს ვერ დავწერო. არ ხდება ასე რომ მაპატიეთ რა. ყველაფერი ეს არის კეთილინება, კონსულტაციები, მაგრამ საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობას იღებს ის მთავრობა, რომელიც აირჩია საზოგადოებამ და თუ არ მოეწონება საზოგადოებას, მერე აირჩევს სხვას, წამოდით პოლიტიკაში და იქნებით თქვენ პასუხისმგებელი. დანარჩენი ყველაფერი არის კონსულტაციის თემა. ეს კონსულტაციები გაგრძელდება. მესამე კანონი ამ მიკროფონში თუ შეიძლება ბატონო. იმიტომ განმავლობაში ბატონო მესამე კანონი იცვლება მე რა, ერთი არ ამუშავებულა, მეორე შემოწმება. იცით რა, 8 წლის წინ სახელმწიფო არ გქონდათ ბატონო ჩემო და ეხლა გააქვთ სახელმწიფო და შეიძლება ესეც იწვევს ცვლილებების აუცილებლობას. შეიძლება ესე რომ კანონი იქნეს, არ იქნეს გაფიცნებული, ამოქმედებული და ისევ შეიცვალა. მე არ ვიცი, თქვენ წეღან ამბობდით, რომ უქმდებაო სპეციალური კანონი მომხმარებელთა უფლების დაცვის შესახებ. გქონდათ ეს კანონი და დღემდე მუშაობს, ჯერ არ გაუქმებულა, მაგრამ ამავე დროს ცოტა ხნის წინ გადაცემა იყო, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. ესე იგი ეს კანონი ვერ მუშაობს, ხო? მაშინ რაღაცა ბუნებრივია ცვლილებაა შესატანი და აი ეს დინამიკა იწვევს ბევრ ცვლილებას. უნდა ავამოქმედოთ ის კანონი სრულ მასშტაბიანად და შემდეგ ავამოქმედოთ და ამ პროცესში ვართ ახლა ჩართული და ისე უდახატავთ სურათს, რომ თითქოს ეს ყველაფერი ბატონო დავით, ერთი წლის უკან იყო ეს. დაუქმების შემდეგ მუხლები დარჩა ჰაერში გამოკიდებული. ეს ანტიმონოპოლიური სამსახური, ანუ კონკურენციის სააგენტო აღდგენილია და გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს ამ სფეროში. კარგი, ბატონ დავით. იქნება მაპატია თუ დაასრულეთ სხვებსაც მე ვერ გავიგე აი ბიომრავალფეროვნებაზე. მე მგონია რომ საჭიროა ასე, მე მგონია უბრალოდ კარებები ღიაა და მეორე მოსმენისთვის ვიმსჯევრებთ ამაზე, მაგრამ მე მგონია რომ საჭირო არის ელემენტარული პრინციპები სახელმწიფოში უვნებლობის შესახებ და დანარჩენი არის თავისუფალი ბაზარი და აკრძალვების მოხსნა. ვინ კრძალავს ბიომრავალფეროვნებაში რაიმე
ვთქვათ, ინოვაციებს, ამას სპეციალური კანონი უნდა და დავალებების გაცემა? ხო, ამ დავალებებმა აპატიებს, მაგრამ შეიძლება ბევრ სხვადასხვა რამეზე საუბარი. მაგრამ აქ არის საუბარი ბიოწარმოებაზე, თავისი წესები. ეს არის საუბარი ბიოწარმოებაზე, რომელსაც აქვს თავისი წესები. რომელსაც აუცილებლად ჭირდება კანონი და არა კანონქვემდებარე აქტი, შეგიძლიათ ეს დამისაღუთოთ იქნებ დაგიჯეროთ. სერტიფიცირება კანონის დონეზე განისაზღვრება. კანონქვემდებარე აქტის მიერ თუ მოხდა სერტიფიცირება დაინგრევა ბიომრავალფეროვნება. ეს საკითხი მე წამოვჭერი იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეს გვაახლოებს ევრო გაერთიანებასთან. არ გვაახლოებს, იმიტომ რომ ევრო გაერთიანებაში არის ესე, იქ ხდება სერტიფიცირება და აუცილებელი ეს იყოს განსაკუთრებული. ბატონო დავით, თქვენ თუ დაასრულეთ თქვენი აზრი. ასე არ არის. აპატიეთ რა შვედური კანონები საქართველოში არ იქნება. ძალიან დიდხანს კიდევ და ბაზარი ჩვენი შიდა ბაზარი არ არის დაცული. არის იქ კარგით, ბოდიშ ვიხდით. ბატონ ლევანი გამოთქვამს თავისას და შემდეგ უნდა წავიდეთ დასასრულისკენ. ბოდიშ ვიხდით. ბატონ მარიამ. მე პირველ რიგში ვიტყვი რომ მეწარმეების ბოდიში დაცულობა რა ერთსაც ვიტყვი რა საბერძნეთში არის ევროკავშირის ყველა დირექტივები და რა დაემართა საბერძნეთს ნახეთ. ასე მარტივად რაღაცა სრულობაზე დაიწეროს და ევროპელი გაშუაშო ბატონო და ესპანეთის ახსენეთ ეს რა ხდება ესპანეთში იცით. ბოდიშ ვიხდით ბატონ ლევანი. რომელი წესები? მაპატიეთ. ასე ვერ დავამთავრებთ ვერაზროს გადაცემას. მეორე მოსმენით ბატონ დავით, ბოდიშ ვიხდით. ნუ იტყვით რომ რეგულაციები არა. მოусმინოთ ბატონ ლევანს. ცუდი მე რასაც უყურებ, ნუ ბატონი დავითი ალბათ აემთება ჩემი სიტყვების მერე ყველაზე ცუდი რასაც უყურებ რომ სახელმწიფოსის დღევანდელი მთავრობის გადმოსახედიდან მთავარი არ არის მისი მოქალაქე. მთავარია ფორმალურად ან თვალისახვევით ან რაღაცით დააკმაყოფილოს კონკრეტული დირექტივები, მაგრამ არა საკუთარ მოქალაქეებს ზრუნვა. ეს არის ყველაზე ცუდი ბატონ დავით აი ამ ისტორიაში. მეორე საკითხი, როცა დაცულობაზეა ლაპარაკი, მეწარმეების, არ ამგონია რომ მეწარმეების დაცულობა იყოს მათთვის დამატებითი გადასახადების ინსპექტირების ფასზე ვიძახი, ან კეთილსინდისიერი მეწარმეების დაცულობა იყოს, როცა სახელმწიფო არ არეგულირებს იმ თემას, იგივე ბიოპროდუქტებთან დაკავშირებით, როდესაც ვისაც არ უნდა შეუძლია ბიო მიაკრას და იმის კონტროლი ეს რა არის თუ არა მართლა ბიოპროდუქტი იმ სტანდარტებით, რაც არის მიღებული საერთაშორისო სტანდარტებზე, მე მგონი ამის კონტროლი არ მიმდინარეობს. სამართლის კოდექსით იკრძალებაო და იშება. ეს არის სანქცია, მე მგონი ძალიან სწორედ ითქვა წეგან, ეს არის სანქცია, მაგრამ ამის პრევენცია არ ხდება სამწუხაროდ ის არსებობა პრევენცია ამ აქ ამაზე საუბარი ბატონო ძალიან მარტივად მე შემდეგი პრევენცია მონიტორინგის დავასრულებ ფარგლებში ანუ თვითონ პრევენცია უკაცრავად არა ეს არ გადის მონიტორინგის ფარგლებში ხდება ძალიან ეს ფასიფიკაცია არის თუ არა მაშინ მითხარი და არ უნდა ვიდაოთ არა ამ თემაზე უნებრივია აქ ცოტა სხვა რამეზე ბატონო ლევან თუ დაასრულეთ თქვენი აზრის გამოთქმა ბატონ თენგიზ და შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელი შევაჯამებ ამ შემთხვევაში ეს პროცესი მე იმედი მაქვს რომ არ იხურება, არის მეორე მოსმენა, მეორე მოსმენის წინ, სწორედ ჩართულობაზე როცა საუბარი იქნება, ჩართულობა უზრუნველყოფილი, აქ პრობლემა ის კი არ არის ვალდებულია თუ არის არა მთავრობა წინასწარ აქ თუ მთავრობა დეკლარირებას ახდენს რომ ის არის გამჭვირვალე და ღია მთავრობა და უთანხმებს, მაშინ ნუ ლაპარაკობთ, მაშინ და ნუ ამაყობთ, ჭალებში ამაყობთ რაღაცა, თქვა კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარები. თქვით რომ დახურული მთავრობა არ არის ვალდებული, კარგად იყავით. ამიტომ ხმერასაც აცხადებთ დღეს აგერ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი აღშფოთება ბუნებრივი გამოიწვია, იმიტომ რომ არანაირი გამჭვირვალობა ამას არ მოყვა მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მიერ არის გამჭვირვალობა დეკლარირებული. ამიტომ ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რაც საზოგადოების აღშფოთება არის ეს პროცესი, რასაც ეხლა ვახორციელებთ ერთად, თორე აუცილებელი საქმობა ბატონო ნამდვილად არის ეს არ არის გამჭვირვალობის დავასრულო რამდენიმე დეტალი, რომელიც აქ გაჟღერებული იქნა, სწორედ მაყურებლისთვის, რომ მისთვის განმარტებული იყოს კარგად. სწორედ მოქალაქე და მომხმარებელი არის სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი. რაც შეეხება კერძო ინსპექტირებას, სწორედ ეს იქნება გაცილებით ეფექტური მათ დასაცავად, ვინაიდან რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ჩვენ შევისწავლეთ ეს მაგალითი, ძალიან მოკლედ გეტყვით. იყო კერძო აუდიტორული სისტემები, სახელმწიფომ ნელ-ნელა ჩათვალა რომ უნდა ნდობა გამოეცხადებინა ამ კერძო აუდიტორული სისტემებისთვის და შემდეგ ნელ-ნელა გახადეს ეს კერძო აუდიტორული სისტემები მათი მარჯვენა ხელი, ანუ კერძო საინსპექციო ორგანოები. ჩვენ პირდაპირ უკვე ვაპირებთ გადასვლას სწორედ ამ კერძო საინსპექციო ორგანოზე, ოღონდ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხელიდან გაუშვებს ამ ბერკეტს, რასაც ქვია კონტროლი. სახელმწიფო თავის თავში იტოვებს ამ პასუხისმგებლობას, მას აქვს კონტროლის ბერკეტი, მას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ბაზარზე განთავსდება უნებელი სურსათი, ხოლო კერძო საინსპექციო ორგანო იქნება მისი მარჯვენა ხელი, რომელიც უშუალოდ შეასრულებს მესმის სანამ ბატონი ხუანი დაასრულებს
ქალბატონმა ნათიამ რო არ თქვას ბიზნესის ხო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი, რომ საინსპექციო ორგანო იქნება ანგარიშვალდებული სააგენტოს მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერი ინსპექტორების შესახებ მიეწოდება სააგენტოს და იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს ეჭვი შეეპარება, მას შეიძლება შევიდეს იმავე საწარმოში და გადაამოწმოს. რაც შეეხება ხარჯებს, რომ ბიზნესი გაიღებს ხარჯებს და ეს იქნება ცუდი ინსპექტორების დროს, თქვენ შეგიძლიათ უმეტეს ქვეყნებში, ანუ ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადად ამას ზოგან ისე პრაქტიკა დიდია, მაგრამ ქვეყნები, სადაც ხდება სახელმწიფო აკეთებს ინსპექტირებას, იქაც კი არის მოსაკრებლები. ანუ ბიზნესი ამ მოსაკრებელს მაინც იხდის. სახელმწიფო გააკეთებს თუ კერძო. ამის დასტური არის 882 რეგულაცია შეგიძლიათ ნახოთ და ბოლოში არის ზუსტად ის მოსაკრებლები, როგორც გინდება ინსპექტორების მოსაკრებელი. ანუ ბიზნესი მაინც იხდის. ამას სახელმწიფო გააკეთებს თუ კერძო. მესმის. ბატონ ხუანს მივცეთ საშუალება, ასე ვთქვათ, შეაჯამოს ჩვენი საუბარი და გამოთქვას თავისი აზრი. ძალიან მოკლედ. First I want to say that მინდა მოგახსოვს ტექნიკური სახის ესე ვთქვათ დისკუსია და მეორე არის რომ არის ევროკავშირში ისეთი მიმართულება, სადაც 27 ქვეყანას აქვს ისეთი სისტემა, რომ კერძო ინსპექციებს ეხება, რომლის შემოღება უნდა საქართველოს მთავრობას. ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი, რაც ქალბატონმა აღნიშნა, რომ საბოლოო პასუხისმგებლობა მთავრობას თავრობასთან შეება და ეს კომპლექსური პროცესია, ნაბიჯ-ნაბიჯ და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაიაზროს რამდენად სიტუაცია მომწიფებულია თუ არა ეს ტექნიკური დებატებია. ნებისმიერ დროს, როცა მიდის კონსულტაციები, რა პროგრესია საკვებსო უნებლობაში ძალიან დიდია. თქვენ 0-დან 10-მდე აიწიეთ, ესე ვთქვათ. თუმცა შეიძლება 100 შკალით მივიდეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. სამწუხაროდ ისეთი თემაა, რომ არა ვიცი, კიდევ დავიწერთ მოლაპარაკებს თუ არა შეიძლება ვკითხოთ. კი ბატონო, მაგრამ არ ამგონია მარტო ამ საკითხზე იყოს დამოკიდებული. ბატონ გია გისვამ შეკითხვას, რას ნიშნავს დავიწყებთ თუ არა მოლაპარაკებებს, ანუ თავისუფალ ვაჭრობას გულისხმობ. That depends not only on food safety, ეს არ მხოლოდ საკვების საკუთრებაზეა დამოკიდებული უნებლობაზე, ეს ვთქვათ სამბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ კანონ პროექტს ჩაუტარა ესტონელმა ექსპერტმა ანალიზი და მისი დასკვნით კანონის სრულ შესაბამებაშია როგორც სტრატეგიასთან, ისე ევროკავშირის რეგულაციებთან ეს დასკვნა ბატონ ხუასაც საკითხია. ახლა ისეთი რამ თქვით, რომ მაკეტა პლანგიდან ველოდები მე. ყევაყა თავიდან დაწყება. ძიეთ იმ დასკვნას ინსპექტორება ვიქო არ ხდება იმ დასკვნას, რომ ჩვენც გავეცდოთ იმ ესპონერებს ხოლმე. არა, თუ ეს დასკვნა ვერ დაკეთა, სულ შესაბამისობაში არის ეს კოდექსის პროექტი ევროკავშირის რეგულაციებთან. როგორ გეკადრება? ქალბატონო, გამოაქვეყნეთ, მაშინ ის დასკვნა და მაშინ ეჭქვეს დადგება ამ ექსპერტის კომპეტენცია. ქალბატონი ეთერი დამეჩაგრეთ ეს და მიეცით. არც ერთი ევროკავშირის რეგულაცია არ ითხოვს გაფრთხილებით ინსპექტირებას. ჩვენ არ გთხოვთ ჰარმონიზაციას, ჩვენ გთხოვთ შესაბამისობაში მოყვანას. ძალიან ორი სხვადასხვა თემა. ძალიან მოკლედ ამოიწურა ჩვენი დრო და რომ ჩვენ ყველა იმიტომ გამათობთ რომ რაღაც კარგ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ და ჩვენც იმედი გვაქვს რომ ქალბატონ ათიასთან გაგზავნილი კითხვები რომლის პრობლემები ჩვენ დეტალურად გავიარეთ. ახლა არავინ ამას არ აფიქსირებს, ამას 11 საათამდე მუშაობთ. მე მგონი ზოგიერთ საკითხებთან იმ მაშინვე იყო თანხმობა რაღაც კონსენსუსზე და მე იმედი მაქვს რომ კიდე ის რაც შეიძლება რომ მოგვაწოდეთ ჩვენს თქვენი სხვა შენიშვნები რომ ეს ყველაფერი იხილება არის გადმოგზავნილია მე ვფიქრობ ეს ყველა საადგება იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ამ დისკუსიაში მონაწილეობისთვის. ეს ისეთ თემაა ნამდვილად ახლა კიდე ერთი გადაცემაც რომ მივაბათ არ ეყოფა ალბათ ამ ყველაფერს და დებატები გაგრძელდება ამ თემაზე პარლამენტში. დიდი მადლობა. ევროპული არჩევანი დღეს ამით დასრულდა. მომავალ შეხვედრამდე.